მაშინ მონაწილეობას. მოგესალმებით თქვენას და პირველ თქვენ მაყურებელს. ბატონო ლევან, იმედგაცრუება ხომ არ დაგემართათ თქო ამ არჩევნების შედეგებით? მახსოვს როგორ ჩამოხვედით, როგორი შთამბეჭდავი დახვედრა მოგიწყეს თქვენმა მხარდამჭერებმა ემზადებოდით გამარჯვებისთვის და აღმოჩნდა რომ გახვედით მეორე ადგილზე. რა სიტყვით დღეს? მე დღეს პირველ რიგში თქვენი ეთერით მინდა მადლობა გადაუხადო მართლა ჩვენ სამორჩეულს. და თქვენაც აღნიშნეს და მეც მინდა გავიმეორო რომ აჭარაში შედეგები გაორმაგდა ჩვენი ამომრჩეველი ორჯერ მეტი მოვიდა, ორჯერ მეტ ხმა მოგვცა ვიდრე 2014 წელს. პირველ რიგში მათ მადლობა და რა თქმა უნდა მადლობა ყველა ამომრჩეველს რომელიც მოვიდა და ხმა მისცა. მაგრამ შედეგ გვაქვს სახეზე გვაქვს სხვა. ალბათ ყველა ვაგვირდებოდით წინა საარჩევნო პროცესს იყო კვლევები და რაც თავარია იყო ბოლო ეგზიტ პოლი სადაც ყველა მონაცემებით აჭარაში ნაციონალურ მოძრაობა იგებდა. ეგზიტ პოლები ისეთი თემა გახდა უკვე დიდად ვეღარ დაეხმნობა ვერც ერთი პოლიტიკური ჯგუფი ამ ეგზიტ პოლებს სრულიად აცდენილი იყო ყველა ეგზიტ პოლი. მე მაინც გეტყვით აგიხსნით თუ რა მოხდა რეალობაში ბათუმში 8 ოქტომბერს. მართლაც 8 ოქტომბერს დილის 8 საათზე გაიხსნა უბნები და მართლაც ყველა უბანზე აქტივობა იმდენად დიდი იყო დაფიქსირებული, ეს სადღაც 8 საათიდან გრძელდებოდა 11-ის ნახევარზე და ჩვენ უამრავი მასალა და ვიდეო მასალა წარვადგინეთ, სადაც ხდებოდა კონკრეტული დოკუმენტებით, კონკრეტული ბანკირების გარეშე შესვლა ხალხის, ფაქტობრივად ადამიანები, რომლებიც არ იყვნენ დარეგისტრირებული, არ ქონდათ უფლება რომ შესულიყვნენ, არ ქონდათ რომ შეუშვეს სპეციალურად ხელისუფლება, რათა დაიფიქსირებია აზრი. ამის შემდეგ რა თქმა უნდა მოხდა უკვე აქტივობა დაეცა, მაგრამ 3 საათის შემდეგ კიდევ დაიწყო მეორე ტალღა. ბოლო ტალღა იყო უკვე ბოლოს 7:30-დან ფაქტობრივად 8 საათამდე, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი რაც ხდებოდა, უკვე ხდებოდა თვითონ კომისიებში. და ყველას კარგად გვახსოვს უბრალოდ ძალიან ბევრი არჩევნები ჩატარებულა აჭარაში, მაგრამ ასეთი ჯერ არასდროს არ დაფიქსირებულა. რას გულისხმობთ ბატონო? მეორე დღეს დილის 9 საათზე უკვე დებდა შედეგებს, შემაჯამებელ შედეგებს. მაგრამ მოხდა ის, რომ უბნებზე, უბნის კომისიებმა ვერ დაასრულეს მუშაობა და უმეტესი უბანი დაიხურა დაწყებული დილის 7 საათიდან და წარმოიდგინეთ ერთ-ერთი უბანი ბათუმის დაიხურა და შედეგი მიიტანა საალკოში მხოლოდ 11-ის ნახევარზე. ეს იყო კონკრეტული მითითება და კონკრეტული მითითება იყო იმისა, რომ თვითონ უბნებზე კომისიის წევრები აი ფიქრობდნენ ვისთვის მიეცათ, რამდენი ხმა, რომელი ბიულეტენი სად დაედოთ და ერთი ციფრით ალბათ შემაშფოთებელია ყველასთვის. მე ერთხელ უკვე გავიმეორე, მაგრამ თქვენს ეთერშიც ვიტყვი, 24,667 ბიულეტენი, რომელიც არის გაბათილებული მთელ აჭარაში. და არის უამრავი მაგალითი ამისა, რომ უბნებზე სადაც 100 ხმაა გაბათილებული. ხო წარმოგიდგენიათ უბანზე სადაც მიდის 500, 600, 700 კაცი მაქსიმუმ 100 ხმა იყოს გაბათილებული ბიულეტენი. აი ეს პროცესები რომ შევაჯერმოთ, რა თქმა უნდა, ასეთი შემოტევით ვერც ერთი პარტია ვერ გაუძლებს და ვერც ერთი ძალა ვერ გაუძლებს, იმიტომ რომ რეალურად ვიყავით შემოტევაზე და რეალურად მართლაც ერთადერთი თემა რომელიც მოხდა აჭარაში, ეს მოხდა ტოტალური გაღალვა. ბატონო ლევან, მაგრამ აი თქვენი თუ შეიძლება კი ბატონო, მე კონკრეტიკას აუცილებლად მოგთხოვთ, რას ეყრდნობა ეს თქვენი განცხადებები, იმიტომ რომ საერთაშორისო დონეზე ეს არჩევნები აღიარა ყველა დამკვირვებელმა, არჩევნების ლეგიტიმაციას ვინც არ აღიარებს ჯერჯერობით, ერთადერთი არის ნინო ბურჯანაძე და მისი გუნდი. დანარჩენი თითქმის ყველამ აღიარა, თითქმის ყველა შეეგუა და განსაკუთრებით საერთაშორისო დონეზე. ანუ როცა თქვენ ამ ყველაფერს ამბობთ, ამ შემთხვევაში წინააღმდეგობაში მოდის მაშინ ის საერთაშორისო აღიარება, რაც 8 ოქტომბრის არჩევნებმა მიიღო? მოდით განსაზღვროთ ორი თემა ერთმანეთისგან. არის სიტყვიერი აღიარება, მაგრამ ჩვენი კონკრეტიკა არის დაფუძნებული იმ კონკრეტულ ფაქტებზე, რომელიც მე მინდა პირდაპირ თქვენს ეთერში წარმოვადგინო, თუ შეიძლება. კი ბატონო, კონკრეტიკა მნიშვნელოვანია. აი პირველი ვიდეო, სადაც კარგად ჩანს მარკირების გარეშე როგორ შედიან ადამიანები. კარგად ჩანს არა? ანუ აქ მარკირება არ უკეთდებათ, მან პირდაპირ შედიან საარჩევნო. არ უკეთდება, არც პირველი არის იცით რომ შემოწმება უნდა მოხდეს
მაგრამ არ ამოწმებს პირდაპირ კომისიის წევრი პირდაპირ ეუბნება თუ საით უნდა მიემართონ და რომელ მაგიდასთან უნდა მივიდნენ ამომრჩევლები. მეორე ვიდეო იქნება წარმოდგენილი, სადაც პირდაპირ ჩანს უბრალოდ თუ გესმით კომისიის თავმჯდომარე, სადაც პირდაპირ ასაჯაროებს, რომ ბიულეტენებს არ აქვს ზოგს ბეჭედი, ზოგს ხელმოწერა, მაგრამ კომისიის თავმჯდომარე ქალბატონი პირდაპირ არ არის პრობლემა, ეს იყო საჭირო და ასე საქმეს ასე ჭირდება. ეს ხდებოდა ბათუმში, ბატონო ლევან. ეს ყველა, დიახ. შემდეგი ვიდეოს წარმოგიდგენთ. თქვენ როგორი შეიარაღებული მოსულხარ დღეს ეთერში. პირდაპირ მოცემულია, სადაც უკვე დაცვის პროცესი მიდის და დაცვის პროცესის დროს სამაგიდო დალუქული სამაგიდო სიები არის გახსნილი და ხდება შეჯერება უბრალოდ ორივე დალუქულის და ფაქტურად ბიულეტენები. ყველა ხედავთ თუ როგორ არის გახსნილი. გასაგებია, ძალიან საინტერესოა ეს ვიდეო მასალა. პირდაპირ კითხვით მიმართავ და მესამე ბატონო? საინტერესოა თქო ეს ვიდეო მასალა. კი ბატონო, საინტერესოა ბატონო ლევან, აქედან გამომდინარე, მე მაინტერესებს თქვენ ანუ და ერთსაც გაჩვენებთ, ქალბატონო იგა, ერთსაც გაჩვენებთ უბრალოდ. და კარგი, და შემდეგ უკვე გავაგრძელოთ საუბარი. სადაც არის კონკრეტული მუქარა. ანუ კარგად არის მის ხმა რას კონკრეტულად ემუქრებიან და სამართალდამცავი და უშიშროების სამსახურებით, რომ ყველა კომისიის წევრი თუ არ მოусმენს კონკრეტულად გადაწყვეტილება რა უნდა იყოს მიღებული, ეს იყო მიღებული მუქარი. და თქვენ აპირებთ ამ ყველაფრის სასამართლოს მიმართოთ, აპირებთ თუ არა რომ აი ამ ფაქტებით თქვენ იბრძოლოთ დაუშვათ იმ დაკარგული ხმებისთვის, რომელზეც ეხლა საუბრობდით პირდაპირ ეთერში. ან თუ იყო ასეთი ბრძანება, მაშინ რისი იმედი გაქვთ რომ შეიცვლება ეს თქვენი მონაცემები? მოდით ჩვენ როგორც ყველა მოქალაქეს და რა თქმა უნდა პარტიას და ჩვენ აქ ყველა მივიღეთ ერთ გადაწყვეტილება, რომ ფაქტობრივ ყველა უბანზე ძირითად უბნებზე ქონდა ვიდეოკამერები. ერთადერთი დროის სიმცირის გამო მე მართლაც მაყურებელს და მოსახლეობას ბოდიში მინდა მოუხადო, იმიტომ რომ იმდენად დიდი მასალაა, რომ კიდევ ერთი 5-6 დღე დაგჭირდება, რომ ფაქტობრივ ყველა უბნიდან წამოღებული ვიდეო მასალა გავაშუქოთ და მოსახლეობამდე მივიტანოთ ის ინფორმაცია, რომ კონკრეტულად რა ხდებოდა თითოეულ მათ უბანზე. პლუს ამას დოკუმენტური მასალა მზადდება, ჩვენ დაგჭირდება ეს კვირა, შემდეგ კვირას უკვე წარუდგენთ ამას მოსახლეობას, რაც შეეხება ჩვენს შეფასებებს. ჩვენ პირველივე დღიდან თქვით, რომ იყო გაყალბება, არა მარტო გაყალბება, ტოტალური გაყალბება. და ამისთვის ჩვენ გამოვიყენეთ პირველ რიგში ეს გასაცილება, რომელიც გუშინ 6 საათზე დასრულდა ოლქებს ჰქონდათ ამის ვადა. იცით დღეს კიდევ რა გრძელდება? ოლქმა, როდესაც 6 საათზე დაასრულა, ჩვენთვის უნდა მოეცა შესაბამისი დოკუმენტაცია, რომ წავსულიყავით სასამართლოში. დღეს 12 საათზე ძლივს ავიღეთ ყველა საბუთი. ანუ ხელში გიჭირა თქვენ ეს ყველა საბუთი და აპირებთ იბრძოლოთ თითოეული ერთ-ერთი დარღვევის დროს, სადაც ჩანდა, რომ ხმების ჯამი არ დგებოდა, ჯამი არ იყო, იმიტომ რომ ნული არ გამოდიოდა, პლუსი იყო. ოლქის ერთ-ერთმა წევრმა თქვა, ნუ რა მოხდა მე რა მოხდა, რომ ციფრები არ ედრება. ნუ ასეთი მიდგომით, რა თქმა უნდა, ოლქში ჩვენ ვერ გავიმარჯვეთ. ყველამ დააფიქსირა ეს რაღაც ტექნიკური შეცდომები, არანაირი არც გადათვლა მომხდარა ფაქტიურად და არც გაუქმება არც ერთი ოლქის. ჩვენ ყველა ამ გადაწყვეტილებით, რა თქმა უნდა, შევდივართ ახლა სასამართლოში. იმედი გაქვთ რომ შეიცვლება ეს თქვენი შედეგები, ბატონო ლევან. თუ შეგიძლიათ რომ მიპასუხო და აუცილებლად ნებისმიერი ოპონენტი, ვინც არ უნდა გეჯდეთ ახლა თქვენ პირდაპირ ეთერში, ასეთ კითხვას დაგისვამდათ, რომ აჭარაში აქამდე ან თუნდაც თქვენი ხელისუფლების დროს არ იყო მსგავსი, ან თუნდაც სხვა ტიპის გაყალბებები, ან არ იყო ზეწოლა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაზე ან ადგილობრივ კომისიაზე. ანუ ყოველთვის ხელისუფლების არგუმენტი ეს არის ხომ რომ ნაციონალური მოძრაობა როცა ლაპარაკობსო 8 ოქტომბრის არჩევნების გაყალბებაზე გაიხსენონ რა ხდებოდა მათ დროს როცა არჩევნები ტარდებოდა. რა გაქვთ ამაზე შევახსენებ, რა თქმა უნდა. ჩვენ ყველა ეტაპზე გავალთ, სასამართლოშიც გავალთ, ვიბრძოლებთ ბოლომდე.
მართლაც ჩვენი პირადი ჩემიც და ჩემი გუნდის მიზანი არის რომ დავიცვათ თითოეული ადამიანის ხმა და რაც შეეხება წარსულს მე კარგად შევახსენებ ყველას 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნებს რომელიც მართლაც დემოკრატიულად ჩატარდა, რომელიც მოხდა დემოკრატიულად ხელისუფლების გადაცემა და ასეთ ტოტალურ გაყალბებებზე, რომელსაც დღეს ვსაუბრობ, თავისი ვიდეო, აუდიო და თუ გინდა დოკუმენტალური საბუთებით არავის არ ახსოვს. და მარტივით თემითაც კიდევ შეგახსენებთ, იმიტომ როდესაც უსკო მომავალ მეორე დღეს მაქსიმუმ 10 საათზე უკვე აქვეყნებდა მთელი აჭარის შედეგებს, ჩვენ ეს მივიღეთ მხოლოდ 10 რიცხვში. ალბათ აქედან გამომდინარე დასკვნის თვითონ მაყურებელი გააკეთოს თუ როდის რა ხდება. კი ბატონო ლევან, თქვენ იყავით იმ ადამიანების სიაში მცირე რიცხოვანი აღმოჩნდა ის ჯგუფი, ვინც იზიარებდა პარტიის შიგნით მიხეილ სააკაშვილის პოზიციას, რომ მეორე ტურზე არ უნდა მიეღო მონაწილეობა ბრძოლაში ნაციონალურ მოძრაობას. რატო ვერ გაიტანეთ თქვენი, რა შეგიძლია თქვათ აი ამ შიდა გარჩევებზე, შიდა პარტიულ პოზიციების შეჯახებაზე და მაინც ამ თქვენი პოზიციის მიუხედავად ემორჩილებით პარტიულ გადაწყვეტილებას და გადიხართ მეორე ტურზე და შეხვალთ თუ არა აჭარის უმაღლეს საბჭოში მეორე ადგილზე გასული პოლიტიკური პარტიის ლიდერის სტატუსი. მოდით მეორე კითხვიდან დავიწყებთ და ერთობლიობაში გაგცემთ პასუხს. რა თქმა უნდა, რომ გითხრათ საბოლოო ჩემი პირადი გადაწყვეტილება, ამისთვის რა თქმა უნდა, არჩევნები უნდა დასრულდეს და დამეთანხმებით, რომ არჩევნები სრულდება, როდესაც მეორე ტური სრულდება და სრული შედეგები გვექნება ჩემს გუნდთან ერთად. დღეს, რადგანაც მიღებული იქნა გადაწყვეტილება და პირველ რიგში ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ყველა მაჟორიტარისგან გამეგო, ჩვენ ერთად შევიკრიბეთ, მათი განწყობა მაინტერესებდა, მართლაც ყველა საბრძოლო განწყობა აქვს. მე მათ უერთები თითოეულ მათგანს გვერდზე დავუდგები და ჩვენ ბრძოლას ვაგრძელებთ. ამიტომ, როგორც კი დამსრულდება არჩევნები, აუცილებლად მეკვირდები თქვენ პირდაპირ ეთერში შეიძლება თქვენ იყოთ პირველი, ვინც გაიგებთ ჩემს მომავალ გეგმებს. აბა მაშინ შეგახსენებთ ამ პირობას, მადლობა ამ ექსკლუზივის შემოთავაზებისთვის და კიდევ ერთი კითხვა. მიხეილ სააკაშვილი ძალიან გაბრაზდა, როცა აღმოაჩინა, რომ მისი გუნდი არ დაემორჩილა მის გადაწყვეტილებას, ან და მისმა გუნდმა არ გაიზიარა ყოფილი პრეზიდენტის პოზიცია, რომ მეორე ტურებში არ უნდა გასულიყვნენ კენჭისყრისთვის. როგორი იყო მისი რეაქცია, თქვენ მისი ახლო მეგობარი ხართ და ყველაზე კარგად ალბათ თქვენ გეცოდინებათ ეს. იცით რა, ნაციონალური მოძრაობა არის ჯანსაღი ორგანიზმი, რა თქმა უნდა არის განსხვავებული აზრებიც, მაგრამ მთავარი არის ერთიანობა, მთავარი არის ერთადგომა და მთავარი რაც ჩვენ გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომ ვიბრძოლოთ ერთიანად, ერთობლივად მეორე ტურებისთვის. ჩვენ მართლაც ერთად გომით კიდევ გვაქვს შანსი ვაჩვენოთ და დავუმტკიცოთ მოსახლეობას, რომ არც ერთი მათი ხმა არ დაიკარგება, არც ერთი მათი ხმა არ გაყალბდება და რაც თავარია, თქვენი ეთერითაც კიდევ მინდა მოუწოდოთ ჩვენს ამომრჩეველს, რომ უფრო აქტიურები იყვნენ, უფრო მეტი ხალხი მოვიდეს და ერთად ვაჩვენოთ თუ როგორ შეიძლება დამარცხება არჩევნებში ხელისუფლების. ბატონო ლევან, მადლობა მინდა გადაგიხადოთ იმისათვის, რომ იღებთ ხოლმე ჩვენს გადაცემაში მონაწილეობას. ლევან ვარშალომიძე ერთ-ერთი ის გამონაკლისია, რომელიც დღისამდე ვის შეკითხვებს ყოველთვის პასუხობს, წარმატებას გისურვებ და მოკლედ შეგახსენებთ მეორე ტურის შემდეგ ამ თქვენს პირობას, რომ ჩვენი ეთერით გაიგებს მაყურებელი თქვენი გადაწყვეტილების შესახებ. კარგად ბრძანდებოდეთ, აჭარის მთავრობის ყოფილი მეთაური ლევან ვარშალომიძე საუბრობდა პირდაპირ ეთერში, მაშასე იგი მხოლოდ ამ მეორე ტურის შემდეგ გამოაცხადებს საკუთარ გადაწყვეტილებას შევა თუ არა მეორე ადგილზე გასული პარტიის ლიდერის სტატუსით აჭარის უმაღლეს საბჭოში. რეკლამის შემდეგ კი კვლავ გაქცეული ლარი და იმპორტირებულ პროდუქციაზე გაზრდილი ფასები არჩევნებიდან